დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და ეხლა დავიწყებთ თქვენით. გულის ჩაკრებზე რა სიტუაცია გაქვთ? მოდი გულის ჩაკრებზე დავიწყებ. რა სიტუაცია გაქვთ? რადგან ეს კარტი არის გულის კარნახის. ეს კარტი არის გულის კარნახის, მეგობრებო. ამიტომ როგორ მინდა რომ გაჩვენოთ? აი როგორ გაჩვენოთ? ხო, გულის კარნახის. ამიტომ ნახოთ თქვენი გულის ჩაკრები. მოდი გულის ჩაკრებზე გადავხედოთ ეხლა რას გვეტყვის. რას გვეტყვის აბა კარტი, მეგობრებო? დავიწყოთ. კონფლიქტებში ხართ საკუთარ თავთან. რაღაც შეუთავსებელი კონფლიქტები გაქვთ საკუთარ თავთან, მეგობრებო. ადრე არ იყავით ესეთები, აი თქვენგან შეუთავსებელი, თქვენგან რაღაც თქვენ რო არ შეგეფერებათ ისეთი კონფლიქტები გაქვთ საკუთარ თავთან. მე მგონი ასე ჯობია, დავიღალე ამ შუქით. აი ასე. ხო. ძალიან შეუფარდებელი კონფლიქტები გაქვთ საკუთარ თავთან. თითქოს და მიტოვებულად გრძნობთ თავს, მიგდებულად, აი გულგრილად. თითქოს და ადამიანებმა ძალიან გული გატკინეს, აი გული გაგიცივეს, გაგიყინეს, მეგობრებო, აი კი, იცი როგორ ხართ? რაც არ უნდა ადამიანებში იმყოფებოდეთ, მაინც მიტოვებულად გრძნობთ თავს. არადა შიგნიდან ისეთი ენერგია გაქვთ, შიგნიდან ისეთი სილამაზე გაქვთ, შიგნიდან ისეთი სექსუალურები ხართ, მიმზიდველები, მომხიბვლელები. აი ამ ყველაფერს შიგნით კლავთ, მეგობრებო. გამლავ ამ კარტს რომ TikTok-მა არ დამიბლოკოს. აი ესე გამოვაჩენ. ამ ყველაფერს შიგნიდან კლავთ, მეგობრებო. კი. საკუთარ თავთან არ ხართ მართლები, მოდი ასე ვიტყვი. ძალიან ძალაგამოლეულები ხართ, ძალიან გენატრებათ, ძალიან ტასკუეთ. ტასკა ნიშნავს მონატრებას, ტასკა რას ნიშნავს, მეგობრებო, ქართულად ვერ ვთარგმნი. ხო. გენატრებათ, ნერვიულობთ, აი საკუთარი თავი გენატრებათ, აი ესეთი. აი ესეთი საკუთარი თავი გენატრებათ, მეგობრებო. აი ამას გკარნახობთ გული, რომ იყოთ ასეთი, მაგრამ ვერ ახერხებთ აქედან გასვლას. აი გინდათ ცდილობთ, მაგრამ არ გამოგდით. აი ძალიან დიდი სურვილი გაქვთ ამის. აი ადამიანურად გინდათ რომ მიცხოვროთ, გინდათ რომ იყოთ ადამიანები, მომიტევეთ. მეგობრებო, ისედაც ადამიანები ხართ, მაგრამ თქვენ თვითონ გრძნობთ რომ მიცხოვროთ, გინდათ რომ იყოთ ადამიანები, მომიტევეთ. მეგობრებო, ისედაც ადამიანები ხართ, მაგრამ თქვენ თვითონ გრძნობთ შინაგანად ძალიან დიდ სიცარიელეს გრძნობთ, ძალიან დიდ მიტოვებას გრძნობთ, ძალიან დათრგუნული ხართ და გინდათ რომ ადამიანურად იცხოვროთ და ვერ ახერხებთ, მეგობრებო. აი თქვენ რო გინდათ ისე ვერ ახერხებთ ცხოვრებას. ხო. კი, ძალიან გინდათ, მაგრამ ვერ ახერხებთ. აი ნახეთ, პირში წყალი გაქვთ ჩაგუბებული, მეგობრებო. ძალიან იკავებთ თავს. აი სიტყვა ძუნწები გახდით, ძალიან პასუხს არ უბრუნებთ ადამიანებს, დაიღალეთ უკვე, თქმას არ გინდათ არაფრის. აი თუნდაც ის გულის ტკივილი რო უთხრათ ადამიანებს, ისიც აღარ გინდათ, ალბათ ფიქრობთ რომ ვერ გაგიგებენ, ან მაინც არ ესმით თქვენი და აზრი არ აქვს ამ ყველაფერს და აი ხართ ეს, აი ესე ხართ, მეგობრებო. აი სიჩუმეს ამჯობინებთ. ვინმეს რაიმე უმტკიცოთ, ან უამბოთ, ან ზოგადად რაიმე თქვათ. იცით რომ მაინც ამ ყველაფერს სხვანაირად გაიგებენ, ან ვერ გაგიგებენ, ან არ უნდათ რომ გაგიგონ ზოგადად და აი ზუსტად ესე ხართ. ძალიან დიდი ემოციური ფონი გაქვთ, სტრესული ფონი გაქვთ. გინდათ რომ წარსული დაიბრუნოთ, თქვენი წარსული დაიბრუნოთ, აი თქვენი თავი დაიბრუნოთ. ძალიან ისეთი მომღიმარი, ძალიან სექსუალური, ძალიან აი შეიძლება გიყვარდათ ცეკვა და ეს აღარ გაქვთ, გიყვარდათ სიმღერა, აი რაც ის გქონდათ, იმას აღარ აკეთებთ, რაც თქვენში იყო, მეგობრებო, ამიტომ ძალიან ცუდად ხართ. კარგი დრო გახსენდებათ, ან მოდით და გაიხსენეთ კარგი დრო, მეგობრებო, იმ წარსულში როგორი იყავით. იქნებ ამან მაინც დაგეხმაროთ.
და გამოგიყვანოთ სტრესიდან, კი. ამ მიჯაჭულობიდან გამოდით მეგობრებო, ნებისმიერი ხერხით გამოდით. აი ბევრი თქვენთაგანი, ვინც ახლა ქალბატონები მიყურებთ, მამაკაცურ ენერგიებში ხართ მეგობრებო. ქალბატონები ხართ მამაკაცურ ენერგიებში, ანუ შარვლიანი ქალები ხართ რო იტყვიან. აი გადატანითი მნიშვნელობით მეგობრებო, თუნდაც პირდაპირი მნიშვნელობით არა, გადატანითი მნიშვნელობით. ხო. კაბაში როდის გრძნობდით თავს არ ხეინათ, აბა თუ გახსოვთ, მეგობრებო. აი როდის იყავით მომხიბვლელები იმ კაბაში თუ გახსოვთ. როდის იყავით რბილები, თავისუფლები, აი გულჩვილები, აი ქალი რო უნდა იყოს ისეთი რო იტყვიან, აი ნაზები, როდის იყავით მეგობრებო თუ გახსოვთ ბოლოს. საკუთარ თავთან დაგავიწყდათ მეგობრობა, ბალანსი, ჰარმონია. აი ეს უკვე თქვენთვის ძალიან შორეული პერსპექტივაა მეგობრებო. შორს ხართ უკვე ამიდან. საკუთარ თავთან ძალიან შორს ხართ მეგობრებო. კი, აი რა ვქნათ, რასაც მაჩვენებს კარტი კი. და კარტი გეუბნებათ რომ გარისკეთ. აი ზუსტად მასე ვარ მეც. აი ზუსტად მასე ვარ მეც. ჩემო ძვირფასებო, მოყურეთ ახლა რა ხდება აქ. რაც არ უნდა მაგია გქონდეთ გაკეთებული. რაც არ უნდა ნეგატივი გქონდეთ გაკეთებული. რაც არ უნდა ადამიანმა, მოდი ასე პირდაპირ გეტყვით მეგობრებო, მიყვარს პირდაპირობა, რაც არ უნდა დაგწყევლოთ ადამიანმა, რაც არ უნდა დაგაკრულოთ ადამიანმა, რაც არ უნდა დაგაკნინოთ ადამიანებმა, რაც არ უნდა გააკეთონ მსგავსი საწინააღმდეგო, მსგავსი შემთხვევა თქვენს მიმართ ადამიანებმა, ხო? ამის არ შეგეშინდეთ, თქვენ ეს ვერაფერს დაგიშავებთ. ამით ვერაფერს დაგიშავებენ. ამით ვერაფერს დაგიშავებენ მეგობრებო, თქვენს გულს მაინც ვერ მოკლავენ, თქვენს გულში ვერ ჩაკლავენ ვერაფერს, იმ ადამიანობას, იმ მრავალ ფეროვნებას, აი იმ ყველაფერს, იმ სიმღერას, იმ ცეკვას, იმ სილაღეს, აი ვერაფერს ვერ ჩაკლავენ თქვენში. თქვენ ეს ვერ მოგერევათ მეგობრებო. ირწმუნეთ საკუთარი თავის მეგობრებო, თქვენ ეს ვერ მოგერევათ. დღეს ისეთი რაღაცასთან საბოლოოდ გავირკვიე. ჩემს რამოდენიმე შეკითხვას გაეცა პასუხი. დღეს ისეთი პასუხი დავიჭირე მეგობრებო, აი როგორც თქვენ მისმენთ ახლა მე ვამბობ ყოველთვის რომ მეც ვუსმენ სხვას ეს ახლა როგორც თქვენ დავიჭირე მეგობრებო, აი როგორც თქვენ მისმენთ ახლა მე ვამბობ ყოველთვის კი, კრუნჩხვები აქვს ტელეფონს და ზოგადად ჩვენს მტრებსაც აქვს კრუნჩხვები, რადგან ეს აქ ტყუილად არ ამოვიდოდა, მეგობრებო. და რისი თქმა მინდა. დღეს ისეთ რაღაცას გაეცა პასუხი და ნათელი მოეფინა ჩემთვის, რომ ამ საღამოს ცოტა ძალიან დავისტრესე, დავიგრუზე, არა, დავითრგუნე მეგობრებო, მაგრამ მაინც მოვედი თქვენთან. აი გეფიცებით მაინც მოვედი თქვენთან. დღეს ისეთ რაღაცას დაესვა წერტილი ჩემთვის და გახდა ნათელი ისეთი მნიშვნელოვანი რაღაცა ჩემთვის მეგობრებო, სადაც იყო ესეც არის, ჩემ ცხოვრებაშიც არის ეს მეგობრებო, მარტო თქვენთან არ ხდება. არ თქვათ რომ მარტო თქვენთან ხდება რაიმე მსგავსი. არა მეგობრებო. ეს ყოველთვის იყო ჩემთან და ეხლაც არის. ეს არის ჩემი მთელი ცხოვრების უბედურების მიზეზი. ჩემი ტკივილის მიზეზი, ჩემი შვილის ტკივილის მიზეზი, ჩემი უბედურების მიზეზი, ჩემი ცხოვრების დანგრევის მიზეზი, ჩამოქცევის მიზეზი, ეს არის მეგობრებო, მაგრამ მაინც ვერ მომერია ამან. აი, დაიჯერეთ საკუთარი თავის მეგობრებო. არ ვიცი ამას რა დავარქვა და როგორ გეუბნებით და თქვენ როგორ მიიღებთ ამ ყველაფერს, მაგრამ აი ადამიანობას გეფიცებით რომ კი ვერც ამით ვერ მომერიეს. თუ ფიქრობენ იმას რომ ჩემი შვილით მომერიენ, მაინც ვერ მომერიან მეგობრებო. მოდი ასე ვიტყვი გამართულად და პირდაპირ ვიტყვი მეგობრებო.
ამ ტკივილით მოვკვდები მე, მაგრამ ამ სიძლიერით, მეგობრებო. აი რა ვთქვა, აი რითი დაგარჯეროთ, რითი დაგარწმუნოთ, აი რითი განუგეშოთ, არ ვიცი უბრალოდ, მაგრამ აი გადახედეთ სხვებს. ვინ რა ტკივილით ცოცხლობს, ვინ რა ტკივილით შრომობს, ვინ რა ტკივილით არსებობს, მეგობრებო და შედარება გააკეთეთ უბრალოდ, აი თუნდაც ჩემთან. მე ვარ მკვდარი დედა და თქვენ ეხლა სხვაობა მოძებნეთ ამ ყველაფერში, ჩემი და თქვენი ცხოვრების მეგობრებო. გიღირთ ამათ? ღმერთმა დაგიფაროთ ჩემო ძვირფასებო. უბრალოდ არ გიღირთ არც ერთი ადამიანის, ან მამაკაცის, ან დედმამიშვილის, ან ვინმეს გულის ტანჯვად. არ გიღირდეთ, მეგობრებო. შვილს არაფერი დაუდგება წინ. ღმერთო მტერსაც არ დავწყევლი, მაგრამ მე ვაგრძელებ ცხოვრებას და არავის გამო არ ვაპირებ ტანჯვას, მეგობრებო. და არავის გამო არ გირჩევთ. არ გიღირდეთ ეს ყველაფერი, ჩემო ძვირფასებო. ნუ დაიმძიმებთ გულს და ცხოვრებას და აი კარმას კიდევ უფრო ნუ დაიმძიმებთ. ნახეთ ქვემოდან რა კარტია, გამოდით ამ ყველაფრიდან დროა უკვე. ნუ იქნებით გულდამძი, აი პროსტა სანამ მე ვიტყვი და სანამ კარტია მოვა და მე უკვე ვამბობ. ნუ დაიმძიმებთ გულს, მეგობრებო, ვიღაცის და რაღაცის გამო. გაუგებრობაში ნუ ჩაიგდებთ თავს. აი გაიქეცით ამ სიტუაციიდან გაიქეცით, მაგრამ რეალობას არ გაიქცეთ, მეგობრებო. აი მეგობრებო. უყურეთ, რეალობას გაურვიხართ. და პირიქით უნდა იყოს, რეალობას უნდა შეხედოთ თვალებში და სიტუაციას უნდა გაიქცეთ, მეგობრებო. აი გამოდით ამ ყველაფრიდან ოღონდაც. ხო. აღიარეთ და მიიღეთ ეს სიტუაცია, მეგობრებო, და დაიბრუნეთ საკუთარი თავი. აი საკუთარი თავი, აი ზუსტად ესეთი. და რწმენა რასოდეს არ დაკარგოთ. ეს არის საკუთარი რწმენა ჯერ. საკუთარი თავის რწმენა, მეგობრებო. ყველაზე პირველი, უპირველეს ყოვლისა. ყველაფერს უნდა დაანებოთ თავი ამ დროს და საკუთარი თავი უნდა გამოიყვანოთ ნებისმიერი ხერხით ამ სიტუაციიდან, მეგობრებო. აღარ დაიღალეთ. განთავისუფლდით ამ ყველაფრიდან, მეგობრებო, არანაირი პარტნიორი, აი ერთხელაც განთავისუფლდით, მეგობრებო, და იფიქრეთ საკუთარ თავზე მხოლოდ. ნებისმიერ სიტუაციაში გამოსავალი არის საკუთარი თავით დაწყება, მეგობრებო. დედას გეფიცებით, აი იმ შვილს გეფიცებით, თუ ვტყუოდე. საკუთარი თავი უპირველეს ყოვლისა, რაც გამოგიყვანთ ნებისმიერი სტრესიდან და სიტუაციიდან და სირთულიდან, მეტი არაფერი. ხო. აი ზუსტად. ასე რომ გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. გაუფრთხილდით, მეგობრებო, ჯანმრთელობას. გაიხარეთ უღმესი მადლობა. აი დედას გეფიცებით, მეგობრებო. ჩემს უმნიშვნელოვანეს, ჩემს უპირველეს, ჩემს ყველაზე დიდ და აი ისეთ შეკითხვას დაესვა წერტილი დღეს. აი ამ ლაივს როდესაც დავამთავრებ და აი ისეთ შეკითხვას დაესვა წერტილი დღეს. აი ამ ლაივს როდესაც დავამთავრებ ერთ როდესაც დავამთავრებ, მეგობრებო, აი ამ ლაივის დასრულების შემდეგ, აი ეს ჩემი ამბავი უნდა მივწერო ერთ ადამიანს, აქ გაცნობილ ადამიანს. კი. ეს არის ერთი გოგო, რომელთანაც ჩვენ ვილაპარაკეთ. და იმან ასე თქვა, იმასაც აქვს ესეთი ხილვები, რომ მე ვიცოდი ამის პასუხი, მაგრამ დღეს კიდევ აი ერთ-ერთმა საჯარო გაშლამ დამიდასტურა კიდევ, მეგობრებო. მე მქონდა ამის ეჭვები, მაგრამ კიდევ დამიდასტურა, ჩემო მეგობრებო, ასე რომ ყოველთვის ნახავთ კითხვებზე პასუხებს ნებისმიერ საჯარო გაშლაში, მეგობრებო. თუნდაც ჩემთან არა, სხვებთანაც. მოусმინეთ ყველას, ვინც თქვენთან გულთან მოვა, მეგობრებო, თქვენს გულთან მოვა და ნებისმიერ კითხვაზე პასუხს ნახავთ ყველგან.
ასე რომ არ ინერვიულოთ. და რაც მთავარია, უფალს მიანდეთ. ის პასუხი მიუხედავად იმისა, მე ვიცოდი და ეჭვი მქონდა, მაგრამ მაინც არ გამაბოროტებს მეგობრებო. არ გამაბოროტებს, მაინც არ გამაბოროტებს. და ვერ გამაბოროტებენ, ვერ გამაბოროტეს მაინც მეგობრებო. ხო. მაინც ვერ მომერიენ. აი ასე. ასე რომ არ ინერვიულოთ ჩემო ძვირფასებო. არ ღირს ამათ დამიჯერეთ. დედას გეფიცები არ ღირს ამათ. ასე რომ საკუთარ თავს გაუფრთხილდით. მოკლედ, ესეთი იყო თქვენი ენერგიები, აი გულის ჩაკრები. ასე რომ გულის კარები გახსენით გულის კარები. მიუხედავად ყველაფრისა და იცხოვრეთ საკუთარი ბედნიერებისთვის. აი ასე მეგობრებო. ხო. აი ასე, რატომაც არა. საკუთარ თავს ასიამოვნეთ, თუნდაც გადით ნაყინი ჭამეთ, თუნდაც ყავა დალიეთ. თქვენს გულს რაც გაუხარდება, პატარ-პატარა მოკლე ნაბიჯებით დაიწყეთ. იმ ყავით დაიწყეთ, იმ წყალის ყიდვით დაიწყეთ. რამდენჯერ ქონია შემთხვევა, რომ აი ერთი ბოთლი წყალი რომ ქუჩაში გავსულიყავი და გულზე მომსვლოდა და მეყიდა, იმის საშუალება არ მქონდა, თუ მქონდა და ვერ ვიმეტებდი მეგობრებო. მოდი ასეც ვიტყოდი, იყო დრო რომ ვერ ვიმეტებდი, მაგრამ საკუთარი თავით რო დაიწყებთ. თუნდაც არ გიხარიათ, მაგრამ მაინც ნელ-ნელა იმდენად შეეჩვევით ამ ყველაფერს მეგობრებო, რომ აი ამის გარეშე მე ნებისმიერ გასვლაზე ვეღარ გაძლებთ. და ეს არის ზუსტად იმ წარმატების გზა, საითაც უნდა წახვიდეთ. აი სიახლეები. საკუთარ თავთან მეგობრებო. აი არ ინერვიულოთ. აი მეგობრებო, იმას რო დაიწყებთ ეხლა, რასაც მეგეუბნებით, ხო? აი ზუსტად გამარჯვება. სადამდე მიდიხართ ჩემო ძვირფასებო. საკუთარი თავი გაქვთ ყველაზე ბოლოსთვის გადადებული, კარგით რა. და ვიღაცის манипуляციებზე ვნერვიულობთ. არავითარ შემთხვევაში მეგობრებო. არავითარ შემთხვევაში. ეს აღარ გააკეთოთ უბრალოდ. ხო. მოკლედ. სალამი ყველას კიდევ ერთხელ და მრავალჯერ. არასოდეს არ დავიღლები მოსალმებით. არასოდეს არ დავიღლები მადლიერებით. არც თქვენთან, არც უფალთან და არც სამყაროსთან. მე რომ დღეს ფეხზე ვდგავარ, მყარად ეს უფლის დამსახურებაა. ძალიან ბევრი ჩამიკაკუნა, მოდი ასე ვიტყოდი, თავში უფალმა და სამყარომ, რომ აი აქამდე მოსულიყავი მეგობრებო, ეხლა გადიხართ თქვენ ბევრი თქვენთაგანი ამ პერიოდს, ასე რომ არ ინერვიულოთ, სანამ თქვენ გზას არ დაადგებით, მანამ ასე იქნებით, გარწმუნებთ და ამაზე არ ინერვიულოთ, აღარც იფიქროთ. უბრალოდ თქვენ იფიქრეთ იმაზე, რომ საკუთარი თავი როგორ გამოიყვანოთ ნებისმიერი ხერხით. აი ზუსტად. ძალიან კარგი, მე მასე რო აკეთებ. ძალიან კარგია რომ ასე აკეთებ. ასეც უნდა იყოს. ხო. მოკლედ დავიწყოთ ახლა ჩვენი სასურველი თემა. ჩვენი თემა არის დღეს манипуляция. მოდი ჩაიფიქრეთ პარტნიორი, გინდ დაქალი, გინდ ძმაკაცი, გინდ მეგობარი, მეზობელი, დედმამიშვილი, დედმამა, ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ მეგობრებო. მნიშვნელობა არ აქვს, ვის ჩაიფიქრებთ. ხო. და გავარკვიოთ ახლა ამ ადამიანთან გაურკვევლობის მიზეზი და манипуляციების ყველაფრისა. რა იმალება ამის უკან მეგობრებო? აი რა არის მისი манипуляციების მიზეზი? რატომ იქცევა ასე თქვენთან? მოდი ეს გავარკვიოთ მეგობრებო. აი რაღაც არ მომწონს ასე რომა. ხო, რა იმალება ამ ყველაფრის უკან მეგობრებო? გავარკვიოთ ახლა. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის პარტნიორის თუ მეზობლის თუ ნათესავის манипуляციების უკან რა იმალება? რატომ აკეთებს ამ ყველაფერს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? რატომ აკეთებს ამ ყველაფერს? მოდი დავიწყოთ ჯერ მისი ენერგიით. მისი ენერგიები.
როგორ ენერგიებშია ეხლა? ძალიან ცუდათაა, მეგობრებო, მოტყუებულია. ადამიანი მანიპულატორი, აი დედას გეფიცებით უბრალოდ. ხედავთ ხო? ბოლოს სიტყვა მანიპულატორი. მე მგონი ხედავთ. პირველი კარტი და მანიპულატორი და ჩვენი თემა მანიპულაციები. ხო. აბატონო, ადამიანი მანიპულატორი. აბატონო, ეხლა არის ძალიან ცუდად, მოტყუებული, იმედგაცრუებული და ანუ ამ ადამიანმა გამოამჟღავნა თავისი თავი თქვენთან აი ზუსტად ამ პოზიციაში, აი ეხლა რაც გჭირს. ხო. თავისი მანიპულაციური შემოთავაზებები, თავისი მანიპულაციური წასვლებით ეს ადამიანი ამ ყველაფერს აკეთებდა მანიპულაციებით, ამას ქვია მანიპულაცია, თავისი წასვლაც მანიპულაცია ერთ-ერთი და ეხლა ეს ადამიანი იცით რა ენერგიებშია, ძალიან ცუდ ენერგიებშია, ურთულეს გზას დაადგა მეგობრებო. ამ ადამიანს ეგონა რომ ამ თავისი პირველი აი პროსტა გიჟდები ამ კარტზე. 10 დასტა მინდა ასეთი, მეგობრებო. მინდა ოღონდაც. ხო, ფიქრობდა მეგობრებო ამ თავისი ხრიკებით და მანიპულაციებით, 1000 გვარი მანიპულაციებით მეგობრებო. ხო, რაღაცის მიღწევას, მაგრამ ნურას უკაცრავად. ეხლა სასოწარკვეთილებაშია. როგორაა? ძალიან ცუდათაა, ამობრუნებულია მეგობრებო. ხო. იფიქრა რომ ამ ყოლაფრით მიაღწევდა ყველაფერს. თითქოს თავისი დადგმული მანიპულაციური პასუხისმგებლობით. ამ ადამიანმა შეიძლება დაგკვირდათ პასუხისმგებლობაც. აუხდენელ ოცნებებს დაგკვირდათ მეგობრებო. მოდი ასე ვიტყოდი. ეს ადამიანი დაგკვირდათ აუხდენელ ოცნებას. აი ნახეთ? ნახეთ მეგობრებო, ნახეთ ქვემოდან კიდე რა კარტია. აი ქვემოდან რა კარტია. თავიდან ახალი ცხოვრების დაწყებას, აუხდენელ ოცნებებს დაგკვირდათ. ამ ადამიანმა დაგკვირდათ ისიც რომ სუფთა ფურცლიდან, ახალი ფურცლიდან, ვაიმე ახალი ცხოვრების დაწყებას მეგობრებო, მაგრამ ნურას უკაცრავად ვართ. ესეც მანიპულაციები მეგობრებო. ხო, ესეც მანიპულაციები. რა დღეშია და აი ეხლა მეგობრებო, ნახეთ რა დღეშია? უფალს როგორ ევედრება შველა, საცოდავათაა მეგობრებო. თქვენ თუ ამ ადამიანს ხედავთ, აი ესე პასუხისმგებლობაში ერთი სიტყვა არ დაიჯეროთ. ვინც არ უნდა მიყურებდე ეხლა შენ, კაბიანი თუ შარვლიანი, ქალბატონი თუ მამაკაცი, შენი პარტნიორი, ვინც არის, არ გეგონოთ რომ კარგად არის. ეს არის გარეგნულად ასე, თქვენს მოსაჩვენებლად მეგობრებო. ხო. თქვენს მოსაჩვენებლად მეგობრებო. არც ერთი სიტყვა არ დაიჯეროთ მისი. ხო. აი როგორაა, წუმპეში, ბალოტში ცურავს. შველელი არ ყავს მეგობრებო. ჭიანჭველას უშველა წყილმა და ამ საცოდავს არავინ არ ყავს მშველელი, იცით თქვენ? აი ესეთ ენერგიებშია, ბალოტში ცურავს მეგობრებო. თავის დადგმულ ბალოტში ცურავს. აი ასე და ეკუთვნის. ძალიან კარგია რომ არ მიხარია სხვისი, მაგრამ ეკუთვნის. ხო. ძალიანაც კარგია მეგობრებო. კიდევ როგორა ძალიანაც კარგია მეგობრებო. კიდევ როგორა პარტნიორი. აი მეგობრებო, რამდენი ხანია ესე არ უქნია ტელეფონს. სასწაულათაა თქვენი პარტნიორი ეხლა და თუნდაც ჩემი მიყვაზე. ხო, ძალიან ცუდ დღეშია, კარგა ხანია კრუნჩხვები არ გზებ. ხო, ძალიან ცუდ დღეშია, კარგა ხანია კრუნჩხვები არ გქონია ტელეფონს. აი როგორაა მეგობრებო, დედას გეფიცებით, აი როგორაა. გეფიცებით ადამიანობას. და სამკუთხედები. ძალიან ცუდათაა. მისი ენერგიებია მეგობრებო ეს. კიდევ რა ხდება მასთან? მისი ენერგიები. როგორ უნდა გამარჯვება? როგორ უნდა ფინანსები? თქვენგან მიქონდა ფინანსური ენერგია მეგობრებო, მაგრამ ნახეთ?
ხო, პატიმოყვარეობა შელახული, ფინანსებ დაკარგული, ინტრიგებშია, აი ამბიცია აღარ აქვს უკვე ამ ადამიანს, ამბიცია დაცარიელებულია, მეგობრებო. ჩონჩხია ცარიელი აი ამ კედლებივით. აი სახლში რო ცარიელია, ბოძები როა მარტო. ცარიელი ფიტულია დარჩენილი, მეგობრებო. აი იმიტომ მიყვარს უფალი და სამყარო. აი როგორი დაცარიელებულიც დაგტოვა თქვენ ამ ადამიანმა, ისეა თვითონ. ეხლა არის თვითონ ისე, მეგობრებო. ეს არ გეგონოთ ადვილი. თქვენ ხო იცით, ხო გაიარეთ როგორიცაა. აი ჩათვალეთ რომ იმის უარესათაა თვითონ. და ამ ადამიანს უნდა რომ კიდეს ცადოს. რა უნდა ცადოს, მეგობრებო? რა უნდა ცადოს? ამ ადამიანს თუ ოჯახი ქონდა იქ და თქვენ სამკუთხედში ხართ აქ. ამას ოჯახი ქონდა. აღარ ინერვიულოთ, იქ არაფერი აღარ აქვს. არ ვიცი თქვენთან დაახლოებას ცდილობს და მოჯახის შექმნა და უნდოდა და ესა მოუყირავდა თუ ეხლა თქვენ სიტუაციას მოერგეთ, მეგობრებო. შეიძლება ისეც იყოს და ესეც. ხო, შეიძლება იქ დაინგრა ოჯახი და ეხლა თქვენთან უნდა სცადოს, მაგრამ თქვენთანაც დანგრეული აქვს უკვე ოჯახური იდილია. თუმცა დაპირებული ოჯახური იდილია და დაკარგული აქვს თქვენთან უკვე და კიდევ უნდა სცადოს. ხო, აი ზუსტად ეს უფრო იქნება. იმიტომ რომ იქ უკვე არაფერი აღარ აქვს. იქ ოჯახი აღარ აქვს. ამიტომ თქვენთან უნდა ეხლა სცადოს ბედი კიდევ. მაგრამ არ ვიცი, მეგობრებო. ძალიან ცუდ დღეშია. ტრანსფორმაციაშია ეს ადამიანი. ძალიან რთულია ეს პროცესი მისთვის, ამიტომ რაც დათესა, იმას იმკის ეხლა. ხო, მოვლენებს ეხლა ჩვენ წინ არ გავუსწროთ, უბრალოდ იცოდეთ რომ ტრანსფორმაციაშია და ძალიან კარგია რომ ტრანსფორმაციაშია, იმიტომ რომ ჭკუას ასწავლის ეხლა უფალი და სამყარო მას და თუ ჭკუას ვერ ისწავლის, კიდევ უფრო უარის დღეში ჩააგდებს. ასე რომ, მეგობრებო, თქვენ მშვიდად იყავით, დამშვიდდით, დაწყნარდით, დაბალანსდით. თქვენი ცხოვრება გააგრძელეთ, საკუთარ თავთანაც იმუშავეთ, ასიამოვნეთ, აი გაუფრთხილდით თქვენ ჯანმრთელობას და შორიდან უყურეთ ამ ყველაფერს. აი როგორც მე. ხო. აი როგორც მე, მეგობრებო, და დაელოდოთ ეხლა იმ ყველაფერს, რომ ყველაფერი როგორ თქვენი ეს გავლილი, ეს ტანჯვა და ტკივილი ძალით გამოგზავნილი თქვენთან, ძალით შექმნილი, ხელოვნურად შექმნილი, როგორ უბრუნდებათ უკან 2 მაგათ და 10 მაგათ მათ. მეგობრებო, ახლა თქვენ უყურეთ შორიდან. არც არაფრით არაა ნაკლები, იგივეა თვითონ. შეიძლება ადამიანი აღმოჩნდეს უნებლიეთ სამკუთხედში, მეგობრებო. არ გამოურიცხავ ამასაც. ეს ამიდან დაზღვეული არავინ არ ვართ. შეიძლება გაიცნო ადამიანი და აი იფიქრო რომ თავისუფალია და მე აი რო შეტოპავსავით, ხო? მოდი ესე ვიტყვი. აი რო შეტოპავ, მე ანუ იაზრებ რომ მოხვდი სამკუთხედში. იქ აღარ უნდა გააგრძელო, მეგობრებო. იქედან უნდა გამოხვიდე, უნდა დატოვო და უნდა გამოხვიდე. ამას ქვია უნებლიეთ მოხვედრა, მაგრამ თუ შეგნებულად გააგრძელებ ამ ყველაფერს, მიუხედავად იმისა, როდესაც გაიგებ რომ შენ სამკუთხედში ხარ და შენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს ოჯახი აქვს და შენ იქ მაინც ეკويხები, მეგობრებო. ხო? და უკვე აღარ ატორმუზებ, ეს უკვე შენი დანაშაულია. ეს არ შეიძლება, მეგობრებო. მაპატიეთ, მაგრამ არ შეიძლება. ჩემთვის ეს მიუღებელია მაგალითად. ხო. ახლა იმ ადამიანებს, იმ პარტნიორებს, ქალბატონს და მამაკაცს თუ კი ერთმანეთში გაურკვევლობა აქვს და შენ ამ დროს მისი გვერდით გახედვის დროს გაიცანი, მეგობრებო, და არ იცოდი და იხო გეუბნებოდ უნებლიეთ მოხვდით ამ ყველაფერში, ხო? მეგობრებო, როდესაც გაიგებთ ამ ყველა დროს გაიცანი, მეგობრებო, და არ იცოდი და იხო გეუბნებოდ უნებლიეთ მოხვდით ამ ყველაფერში, ხო? მეგობრებო, როდესაც გაიგებთ ამ ყველაფერს ხო, და როდესაც გაიგებთ რომ იქ უკვე ოჯახია და თქვენ მაინც იქ გააგრძელებთ ამ ყველაფერს, თქვენს მოღვაწეობას და ჩარევას, არ შეიძლება, მეგობრებო. ხო, არ შეიძლება. არაფრით არ შეიძლება.
თავისუფალი ადამიანები დაილია, მეგობრებო. დაილია. მოკლედ, კარგით, გავაგრძელოთ ახლა მეგობრებო. манипуляციები. ჩვენი პარტნიორიდან, თუ მეზობლიდან, თუ ნათესავიდან, ბიძაშვილიდან, მამიდაშვილიდან, ჩვენი ჩაფიქრებული ადამიანიდან, თავისი манипуляციები რა მიზნით იყო? რა იყო ამ манипуляციების უკან? მიზეზი. რა იყო? აი რისთვის ჭირდებოდა ეს ყველაფერი ამ ადამიანს? ხო, პირფერობა და ინტრიგები. ტყუილები. აი რისთვის ჭირდებოდა? ტრანსფორმაცია. მეგობრებო. ეხლა მჩება აქ ისეთი რაღაცა, რომ ეს მისი ტრანსფორმაციაა თუ თქვენი ერთი წუთით ტყუილები. ხო. აი უყურეთ ახლა, ამ ადამიანს იმდენი ტყუილი აქვს მოფიქრებული ნებისმიერი მიმართულებით, თავის ირგვლივ მყოფებში, თუნდაც თქვენთან. ჩვენ ახლა თქვენზე ვსაუბრობ. თქვენზე ვსაუბრობთ, ხო? პირადად იმდენი ტყუილები აქვს ჩადენილი, მეგობრებო, ხო? თქვენ ხართ მისი ტრანსფორმატორი. აი, მოდი ახლა გეტყვით, მეგობრებო. თვითონ ხომ ტრანსფორმაციაში ამოვიდა, მაგრამ რა რისთვის იყო საჭირო, მეგობრებო, ეს манипуляციები და ანუ ამ ადამიანმა იმდენი გააკეთა, რომ თქვენთან მოხვედრით, თქვენ გაუშვით ტრანსფორმაციაში. ხა როგორ ხაც აი დაამუშავეთ ეს წინადადება, რისი თქმა მინდა თქვენთვის, მეგობრებო. ანუ იმედია მიხვდებით. ეხლა შეიძლება ასე ზუსტად ვერ გადმოგცეთ, მაგრამ დაახლოებით მოვიტანოთ თქვენამდე და მიგახვედროთ თუ რას ამბობს, მეგობრებო. ანუ манипуляციები ამ ადამიანს იმიტომ გქონდა თქვენთან, რომ მას გქონდა მატერიალური პრობლემები. უყურეთ ახლა გეტყვით, მეგობრებო. მას თქვენგან მიქონდა მატერიალური ენერგია. მატერიალური ენერგია იცით რასაც ნიშნავს? ფინანსური ენერგია. ნახეთ, სულ ფინანსების კარტი ამოვიდა, მეგობრებო, უბრალოდ დააკვირდით. აი დააკვირდით, მეგობრებო. ფინანსები, მეგობრებო. თქვენგან მიქონდა ფინანსური ენერგია ამ ადამიანს. იმიტომ იყო манипуляციები თქვენთან. თუ მიყვარხარ, თუ მჭირდებით, თუ ცოლად მოგიყვან, თუ დავქორწინდებით, თუ დავოჯახდებით, თუ შენი ქმარი გახვდებით, თუ შენი ცოლი გახვდებით, თუ რაღაც, აი რაც გინდათ ის დაარქვით, ეს იყო ენერგო ვამპირი და ჩვენი ენერგია არის ფინანსები. მეგობრებო, ჩემს მაგალითს მოგიყვანთ. ჩემს მაგალითს მოგიყვანთ. აი დედას გეფიცებით. რაც ეს ადამიანი, აი მეც ხომ თქვენთან ერთად გულისხმობ საკუთარ თავს. მე რაც ეს ადამიანი გაუშვი აი ამ ტრანსფორმაციაში, ასე გავაძუნძულე, ჩემმა ფინანსებმა მოიმატა. აი მეგობრებო, დაიჯერეთ ეს დაიჯერეთ უბრალოდ. დააკვირდით აბა ამ ადამიანის თქვენ ცხოვრებაში მოსვლამდე, თქვენი ფინანსური წყარო როგორი იყო, თქვენი ენერგია არის ფინანსები, თქვენი ფინანსური ენერგია როგორი იყო და რომ შემოვიდა ეს ადამიანი თქვენთან მერე როგორი იყო. ხო, აბა დააკვირდით, მეგობრებო, აქ არ დამიწეროთ თუ გინდათ, უბრალოდ თქვენს გულში ჩაიხედეთ. ხო, და მიხვდებით ახლა რასაც ვამბობ მე. ხო, გპირდებოდათ ოჯახი შექმნას, ჯვრის წერას. აბატონო. მეგობრებო, ეს ჯვრის წერაა. მამაო და ორივე აგერთ გახართ. ფიცის მიღება. ხო, აბატონო, მეგობრებო. გპირდებოდათ და ეს იყო манипуляცია ყველაზე დიდი შეცდომა, რაც თქვენ დაიჯერეთ და ამით მან წაიღო თქვენი ფინანსური წყარო, მეგობრებო. აი რა გავაკეთო? რასაც ამბობს კარტი აგერა, შეგიყვარათ მთვარეში, დაგამთვარათ, დაგაბნელად, გულზე ვენოკი დაგტოვათ, მეგობრებო. მეც ზუსტად მკვდარზე ცოცხალი მკვდარი ვიყავი, მეგობრებო. მოსიარულე მიცვალებული ვიყავი, მეგობრებო. მე ვიყავი მოსიარულე მიცვალებული.
თქვენ უბრალოდ არ იცით მე რას ვგავდი და ეხლა რას ვგავარ. იცით. ვინც მიცნობს და იცის, მიხვდება. იცის, იმან კარგად იცის. ვინც არა და არა მეგობრებო. ხო. დაგაბნელად მეგობრებო. აი ცოცხლად დაგმარხათ რო იტყვიან მეგობრებო. აი არ მინდა მის თქმა, მაგრამ ნუ რაც არ უნდა მწარე იყოს სიმართლე, მე პირში თქმა, აი პირდაპირი მიყვარს. სული ჩაგიკეტათ, გული ჩაგიკეტათ, აი გაგყინათ, გაგაქვავათ, დაგაცარიელად, გამოგფიტათ, გაგაშუროთ, გაგახმოთ, გამხმარი ფოთოლი როა მეგობრებო. აი გამხმარი ფოთოლი, ხო, აი ისე დაგტოვათ. აი რა ვთქვა. ხო, ეს რა კარტია. და მან ამით გაიმარჯვა. იმ მომენტში მან ამით გაიმარჯვა. კი, ყველაფერი სასიცოცხლო ენერგია, წყარო, აი ყველაფერი გამოგაცალათ. გამხმარი ფოთოლი გჯობდათ ალბათ. მეგობრებო, არ გამინაწყენდეთ, მაგრამ ამას აბა ჩაიხედეთ თქვენ გულებში თუ არ ვამბობ მართალს. და მან ამით გაჯობათ, გაიმარჯვა, მაშინ გაიმარჯვა მეგობრებო. მაგრამ ახლა ნახეთ ქვემოდან. ეხლა ნახეთ ქვემოდან. აი მეგობრებო, ეხლა როგორაა თვითონ როგორაა. თვითონ როგორაა. 21-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანი. შეიძლება სხვაობაც იყოს ასაკში, მაგრამ დაახლოებით 40 წლამდე ადამიანი. ძალიან დიდი ზეგავლენა ჰქონდა თქვენზე მეგობრებო. ამ ადამიანმა ნახეთ, ამ ადამიანმა თავისი, აი პროსტა ნახეთ როგორი კარტებია. უკან არ დაიხია არაფერზე. თქვენგან წასვლით, რომ აი ამ დაპირებით, ვითომ ასე ვითომ მეგობრებო, აი ასე მოგართბათ სიყვარული ლანგრით და თქვენს დაიჯერეთ და შეიძლებაც და მართლაც ასე გააკეთა თბილი სიტყვებით, თბილი მოქცევით, რაღაც თბილი ჟესტებით, ამ ყველაფრით, მაგრამ ნახეთ რა გააკეთა, აი ეს ხართ თქვენ. აი ეს ხართ თქვენ მეგობრებო, აი ეს ობობა ხართ გაჭყლეტილი თქვენ. აი ეს გააკეთა მან. და ადგა და წავიდა. ესე დაგტოვათ. და ყველაფერი გააკეთა ამისთვის. ყველანაირი ხერხი გამოიყენა ამისთვის მეგობრებო და დაგტოვათ იცით როგორ გზაზე, აი უბედურების გზაზე დაგტოვათ მეგობრებო. ხო, აი ეს გააკეთა. ხო. აი ეს გააკეთა მეგობრებო. манипулаტორი, ნებისმიერი ხერხი გამოიყენა მეგობრებო. კიდე მინდა ვკითხო რა გამოიყენა. რა ხერხი გამოიყენა კიდე? თითქოს და თქვენ გამოკამათობდა ვიღაცასთან. თითქოს და თქვენ ყავდათ პარტნიორი და თუ ქალბატონებო, მოდით ახლა ასე ვიტყვი. თქვენ თუ კი ამის გარდა კიდევ თაყვანისმცემელი ყავდათ, თითქოს და იმას დაუპირისპირდა შეიძლება მეგობრებო. თქვენს დასანახავად. არ გამოვრიცხავ ამასაც. ხო, მეგობრებო. ორი ადამიანი ერთმანეთს როგორ ეკამათება. თქვენ გამო როგორ კამათობდა ვითომ და ეს იყო манипуляция. ეს იყო დადგმული სცენა მეგობრებო. ხო. ბევრი ეცადა ასეთი. კიდევ და კიდევ. კიდევ და კიდევ. კიდევ და კიდევ ასე მაჩვენებს. და ამ ყველაფერს აკეთებდა ფარულად. ეს იყო დამალული ურთიერთობა და დამალული მისი საქციელები, მისგან დამალული მისი საქციელები. აი ნახეთ ახლა როგორაა? იცით რის გამოა ასე? თქვენ რომ ამოგაბრუნათ იმის გამო, თქვენთან რომ არასწორად იქცევდა იმის გამო. ამორალურობა, უპატიოსნობა, უნდობლობა, მხოლოდ რომანტიული ინტერესები და ამ რომანტიული ინტერესებით წაიღო თქვენგან სასიცოცხლო ენერგია მეგობრებო. ხო, ვისაც გქონდათ ურთიერთობა, სიახლოვე ვისაც გქონდათ, იმათ უფრო რთულად ექნება. ვისაც არ გქონდათ, კიდევ ყოჩახ თუ არ გქონდათ. მეგობრებო, ერთეულებს შეიძლება არ გქონდა. ხო, რა თქმა უნდა, მეგობრებო. რა თქმა უნდა.
ხო, აი თავისი манипуляციები, დაცილება. აი თავის აი манипуляტორი. ეს კარტი ამოვიდა პირველი მის დახასიათებაში. ყველაფერი იყო მოჩვენებითი თქვენთან მეგობრებო. ყველაფერი იყო მოჩვენებითი. ეს არის მისი წინ დაუხედავი ნაბიჯი, რაც არ უნდა გაიკეთებია. ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა თქვენთან მიმართებაში. აი ეს ყველაფერი იყო მისი манипуляციების უკან, ფინანსური ინტერესები მეგობრებო. აი აქაც ფინანსები. აი ახლა იმკის მაგალითად, სამაგიეროდ. შემოდგომა არის მოსავლის აღების, ხო იცით მეგობრებო? ეს შეიძლება გააკეთა მან გაზაფხულის პერიოდში, ხნათ აი როდესაც მარცვალი უნდა დათესო. მეგობრებო, ეს შეიძლება წელს იყო და შეიძლება შახშან იყო. ზუსტად გამოზაფხულებაზე, გაზაფხულზე, აი იქედან რასაც ჩათესავ, მოიმკი შემოდგომაზე. ამ ადამიანმა ეს ყველაფერი თუ გააკეთა, გაგიკეთათ არც ისე ახლო წარსულში, მოდი ვიტყვი გამომარტებიდან, გაზაფხულიდან, აი ახლა იმკის თავის დათესილს. ეს არის ბუმერანგი მეგობრებო. ყველა მოიმკის აბსოლუტურად, თქვენ რა გონიათ? რა თქმა უნდა. კიდევ რას მოიმკის ეს ადამიანი? მეგობრებო, დაიმალა, დამალულია ან არის უკვე და ან დაიმალება აწი. იმას მოიმკის რომ თავს ვერ გამოყოფს ნებისმიერი მიმართულებით, თუმცა ვერსად ვერაფერს ვერ დაიმალება თავის ცოდვებს. ეხლა იქნება მარტო. სპეციალურად. ხო, მეგობრებო, ჭაობი, თავისი ჭაობი. ხო, რა ეგონა, სად გაიქცევა? ხო, თქვენ მალე გაიგებთ მის ამბავს. ამ სიკეთების ამბავს მალე გაიგებთ რომ უფალს როგორ ევედრება. აი მიშველეო, შეიძლება თქვენთან მოვიდეს და შველაგთხოვოთ. არც გაიფიქროთ მეგობრებო. ადამიანი რომელიც მოვა თქვენთან და შველას ითხოვს, თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა? იქ დაშორებული არაა? იქ დაშორებულია, ამობრუნებულია ყველაფერი, ოჯახის კარტიც ამობრუნებულია. სიყვარული აღარ აქვს, იქ არაფერი არც ქონია მეგობრებო. არ ქონია. სამკუთხედები. აი როგორაა? რა გონიათ თქვენ? ესე გითვალთვალებთ თქვენ ხარ გონიათ რომ სადმე წასულია თქვენგან შორს? არა. ის აქა თქვენთან. თქვენს გვერდითაა ახლოს. ეხლა ამას აინტერესებს მიიღებთ თუ არა? აი ნახეთ. ესაა მოსვლის და უფალს ევედრება, რომ მოვიდეს, მიიღებთ თუ არა? ესე გიყურებთ ახლა, როგორც ჩახმალული დაქტოვათ აქ და განადგურებული და დამიწებული რო დაქტოვათ, მეგობრებო. რა ეგონა? დიდხანს იბუბუნებდა ეგონა ამ სამკუთხედებში? აქ დიდხანს იქნებოდა ეგონა? არ მიართვა უფალმა. ხო. ფული. ფულის მონა მორჩილი. მეგობრებო. უყვარს ეთყობა მდიდრებში ყოფნა. შეიძლება და მდიდარიც იყოს ეს ადამიანი, მაგრამ ვისი ძალით და ვისი ენერგიით, ასე წართმეული ენერგიებით ეს დიდხანს ვერ გასტანდა მეგობრებო. თქვენ თუ არ იქნებოდით, ვიღაც სხვა მაინც იქნებოდა, მაგრამ თქვენ ხართ მისი კარმა, საქმეც მაგაშია. თქვენით გავა ეს ადამიანი კარმას. ტრანსფორმაციას. ხო, აი. როგორ უნდა სიახლეების დაწყება, მაგრამ აი, მეგობრებო, ამ ადამიანს ახლა ექნება კარმას მოკაკუნებული მეგობრებო, ფინანსებზე, მატერიალურ პრობლემებზე, შეიძლება კონდეს სამართალთან პრობლემები, მემკვიდრეობის პრობლემა, ჯანმრთელობის პრობლემა, ფსიქოლოგიური პრობლემა და ფინანსური პრობლემა. კი. ეს ექნება აუცილებლად. ხო, აბარა. ასეა ზუსტად. კიდევ რა იქნება მასთან? ხო, ბუმერანგი. ეს ბუმერანგია მეგობრებო. რასაც გაიქნევს, იგი დაუბრუნდება. ბატონო. ხო, მაგას უფალი ამზადებს. უფალმა იცის მეგობრებო, ბეწვის ხიდი როგორ უნდა გაიაროს. ხო.
აი ზუსტად. ხა? მეგობრებო, აი ზუსტად სამართლიანობა, სამართალი ყოველთვის ჭამს პურს. უბრალოდ ჩვენ გვეჩქარება, თორემ უფალს არსად არ ეჩქარება. ეს ყოველთვის კარგად იცოდეთ. ძალიან დიდი ნებისყოფა მაქვს მოთბენის, ლოდინის. ძალიან დიდი ნებისყოფა მაქვს ლოდინის. ლოდინის უფალთან ველოდები, უფლიდან ველოდები, თორემ იმას არ ველოდები, ჩემი დრო როდის მოვა. უფალი, მეგობრებო, თავისით თავი უფალმა იცის, როდის ვის რა დაუბრუნოს. ხა. აი, მეგობრებო, სამართლიანობა. თქვენთან უნდა აღდგეს სამართლიანობა. თქვენ ძალას დაიბრუნებთ, იცი როგორ? თქვენ ძალას თქვენ დაიბრუნებთ თქვენაირი ადამიანით. ოღონდ ამით არა, სხვა ადამიანით, მეგობრებო. თქვენ იმდენად თბილები ხართ, თქვენ იმდენად ადამიანები ხართ, ადამიანური ადამიანები ხართ. თქვენ სადაც არ უნდა შეხვიდეთ, თქვენს გარემოცვაში, თქვენს აი სამეგობროში, თქვენ სიახლოვეს ვინც არ უნდა თქვენ ვის სიახლოვეთაც არ უნდა შეხვიდეთ, ყველგან შეგაქვთ მზე, სითბო, სიყვარული. აი თავდადება, ბედნიერება შეგაქვთ ყველგან, მეგობრებო, ასე რომ ესეთი ადამიანებთან სამართალი ყოველთვის ჭამს ბოლოს პურს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. ხა. რა თქმა უნდა, მოქმედებაში არის უკვე. შემოდგომა მოდის, შემოდგომა, მეგობრებო, სულ ცოტაც და შემოდგომა. თქვენ როგორ გგონიათ? მოსავალი უნდა აიღოს შემოდგომაზე ადამიანმა. და თესილი მოსავალი. აი ზუსტად. მე მაგის ძალიან დიდი, აი მეგობრებო, თავისი მოსავალი. ოჯახის დანგრევა, ურთიერთობის დანგრევა. იქ სადაც არის, არაფერი აღარ იქნება. ბატონო. რა იქნება და ეს ექნება მას. აღელვება, ფორიაქი, არეულდარეულობა, უბედურება, გაუბედურება, ბედნიერება არ ექნება, გაუტანლობა ექნება, ნერვიული სტრესი, ფონი, დაკარგავს ფინანსებს, მოულოდნელი დამარცხება, აი ქორწინების აი იცით, თუ ეს ადამიანი შეიძლება იყოს ქორწინებაში, მაგრამ ძალიან ცუდად, აი მეგობრებო, აი ესე, აი ამას ასეთ ყოფას არ იყოს ჯობია. ეს არის ერთფეროვნება, რუტინული ცხოვრება, რო არ გიხარია, არაფერი რო არ გიხარია, აი ეს აქ მას. ამასში თავისუფალიც აღარ იქნება. უფალი იმდენს უზამს, მეგობრებო, რომ აქედან არ გაანთავისუფლებს სპეციალურად, რომ აი თავისი დათესილი აქ მოიმკას უნდა. აი ასე მეგობრებო. ძალიან უნდა მოსვლა, ძალიან უნდა ყველაფრის მერე თითქოს რაღაც კარგი ამბავი მოგიტანოს, ძალიან უნდა რომ აი დააბალანსოს მეგობრებო, სამყაროს თითქოს და იმედიც აქვს, მაგრამ აი მეგობრებო, რა ვქნათ. თავისი манипуляციებით, მეგობრებო, გაუყარა მახეში ფეხი, ხელი, თავი თუ კისერი, რა ვიცი, გაყო კისერი. ხო, კისერი. აი ეს გააკეთა მან, თავისი манипуляციებით. ინსტაგრამზე დაგიწყო ძებნა, ფულზე უარით. ხო, აბა რა. ინსტაგრამზე მომაგნო მეც, მაგრამ დაუბლოკე. მან დამბლოკა, მაგრამ ხო, მან აი იგნორი გააკეთა, მე მგონი წაშალა გააუქმა და აღარ ჩანდა თავისი მეგობრებო ერთი წუთით ჩემო ძვირფასებო ვერიფიკაციას მთხოვს ეკრანი ერთი წუთით. კი, გამომივიდა. ხო. მოკლედ. და რას ვამბობდი? ნახოთ კიდევ რას გვეტყვის. ხა, ეხლა ეჭვიანობს, ეხლა ნერვიულობს, ეხლა არასტაბილურობაში გრძნობს თავს, ეხლა ეშინია ღალატის პირიქით თქვენგან, დაბრკოლებებშია, აი ძალიან ცუდათაა. ხა.
ძალიან ცუდად გრძნობს თავს. თითქოს და წარსულის დავიწყება უნდა. იქნებ თქვენი დავიწყებაც უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს, ვერც მოახერხებს მეგობრებო. აი თქვენი დავიწყება ასე ადვილი არა. შეიძლება ფიქრობდეს ამასაც და ცდილობდეს და ყველანაირ ხერხს მიმართავდეს რომ დაგივიწყოთ, მაგრამ აი ეს აქ ტყულა კი არაა. გამორიცხულია მეგობრებო. აი გამორიცხულია. ამას სამყარო არ დაუშვებს. აი ისე დატანჯავს თქვენი სიყვარულით, რომ თავში ხელებს შემეირტყამს მეგობრებო. ფული რა, ფული, რის ფული, ფინანსები საღადაა, გააჩაკეტილია მისი ფინანსები. კი უნდა რაღაც ახალი, მაგრამ მეგობრებო, კი უნდა რაღაცას იფართხუნებს, მაგრამ ნახეთ. მეგობრებო, აი თქვენ როგორც მოგატყულათ, ხო? აი თქვენ როგორც მოგატყულათ. უყურეთ ეხა აქ რა მოხდება. ამადაი გეუბნებით, ამ ადამიანს უნდა თქვენი დავიწყება და შეიძლება მოძებნოს კიდე ვიღაცა სხვა შემცვლელი, მაგრამ არ გამოუვა. იქ თქვენს გასაკეთებელს ის გაუკეთებს. ის მოატყუებს. თუნდაც მეგობარი, თუნდაც ამხანაგი, თუნდაც ბიზნესიც წამოიწყო შეიძლება რაღაცა და იქ მოატყუებენ ზუსტად. ამით დაუბრუნება თქვენი ცოდვები მას. ხო. აი ზუსტად. და თქვენ ამ ამბავს გაიგებთ. მეგობრებო. კი, თქვენ აუცილებლად გაიგებთ ამ ამბავს. რომ მოატყუეს, რომ არ გაუმართლა, რომ წააგო, რომ თავი დაკარგა, რომ ფინანსები დაკარგა, ყველაფერი რო დაკარგა. აი როგორც თქვენ მოგატყუათ, ისე მოატყუებენ მას. ხო. აი მეგობრებო. ხო. აბა რა ეგონა მეგობრებო. ხო, რა ეგონა. არ გაჩვენებდათ სიყვარულს, არ გაჩვენებდათ სითბოს, არ გაჩვენებდათ ადამიანობას, სულ იყო ხალატი, დაცილება, წასვლა-მოსვლა, რამდენჯერ მეგობრებო. რამდენჯერ აპატიეთ ერთი და იგივე, უბრალოდ. აღიარეთ საკუთარ თავთან მეგობრებო. რამდენჯერ ჩაგხმალათ ამ ადამიანმა და დაიბრუნეთ. რამდენჯერ დაუშვით ეს შეცდომა მეგობრებო. აი ნახეთ რამდენი თასები ამოყირავებული, რამდენჯერ დაუშვით მეგობრებო. ხო. რამდენჯერ მიეცით შანსის გამოყენების უფლება და ვერ გამოიყენა. ეხლაც ვერ იყენებს, თქვენ რა აგონიათ. ვერც ეხლა ვერ იყენებს და ვერც გამოიყენებს კიდე. არ გქონდეთ ამის იმედი. აპა, არა მეგობრებო. მოგაყირავებთ ისე მეგობრებო. ამის იმედი არ გქონდეთ. თვითონ ასე დგას და აი თქვენ კიდე უარესად ამოგაყირავებთ. ხო, ასე რომ არ გქონდეთ ამის იმედი. არა მეგობრებო. არც იოცნებოთ, არც იფიქროთ. არც არ იფიქროთ ამაზე. გამორიცხულია. ამ ადამიანის იმედი თქვენ არც გაქვთ. მე ვიცი რომ თქვენ არც გაქვთ. ტყუილები მეგობრებო. ეს ადამიანი არჩევანს არასოდეს გააკეთებს თქვენ და სასიკეთოდ? არა. ცუდი არჩევანის გაკეთება, ორპირობა. თქვენთან არასოდეს არ იქნება მართალი. არა, ეს ადამიანი ყოველთვის ყველანაირ ხერხს გამოიყენებს თავისი მიზნების მისაღწევად. თქვენ გამოგიყენებთ მეგობრებო ყოველთვის. ყოველთვის წავა თქვენგან. მიზნების მისაღწევად. თქვენ გამოგიყენებთ მეგობრებო ყოველთვის. ყოველთვის წავა თქვენგან. აი მეგობრებო, თან როგორ მოვა იცი და როგორ ხო წავა მეგობრებო. მე რომ შეიძლება მოიხედა დავიანოთ მოვა. დაგვიანების შიში როცა გაუჩნდება, უცებ მოვა. მერე იქნებით ერთი პერიოდი კარგად, მერე ისევ წავა, მერე ისევ მოვა და ამ წასვლა-მოსვლაში მეგობრებო, თქვენ გაგაღარიბებთ, თქვენს ფინანსურ ენერგიას გიკარგავთ, მეგობრებო. გიკარგავთ, მეგობრებო. ამის ნდობა როგორ შეიძლება? აი ნახეთ. ამას ხო გპირდებათ? ნახეთ აქ რა წერია? მომავალი შესაძლებლობების ახალი გზები, გეგმები, რომელიც შეიძლება არ განხორციელდეს. ეს მან ძალიან კარგად იცის მეგობრებო, მაგრამ თქვენ მოგატყუებთ, თქვენ არ მოატყუებიოთ თავი.
ხო, დანაკარგებში შეგიყვანთ. ამ ადამიანის დაბრუნება ნახეთ, როგორ გაგკეტავთ ბოლოს სამყარო მეგობრებო? ხო, ეს თქვენ ხართ. ხო, თქვენ ხართ და თუნდაც თვითონ თუათ ლაუკეთესი კიდე. ასე როა, იმიტომ უნდა თქვენ განმოსვლა. ნახეთ მეგობრებო, აი თუ ასია ეს ადამიანი და ეს უეჭველი ასია, ნახეთ როგორ ხართ, როგორი ხართ მისთვის, მუხჩახრილი შრომობთ და თქვენგან ფინანსები მიაქვს. მეგობრებო, ეს არის ხვავის და ბარაქის კარტი. თქვენთან უყურეთ ახლა მეგობრებო, რა შინაარსი მომივიდა აქ. აქ რა სურათია? ამ ადამიანს აქ ოჯახი. ვისაც აქ ოჯახი, თქვენს პარტნიორს, ვინც იმყოფება ურთიერთობაში, ოფიციალურ ურთიერთობაში მეგობრებო. თქვენ როდესაც მასთან ხართ, ამ ადამიანს მის ოჯახში ყველაფერი კარგად მიდის. ეს ოჯახის კარტი, აი სადაა უბრალოდ. ერთი წუთით მეგობრებო, ეხლა რომ უბრალოდ ყველაფერი აი აგიხსნათ, აი ზუსტად ისე როგორც არის. ხო, აი ნახეთ. თქვენ როდესაც არ ხართ მასთან, აი ეს ოჯახი ასე ამოbrunებული. თქვენ როდესაც მასთან ხართ, მეგობრებო, ეს ადამიანი როდესაც თქვენთანაა, ხო? ეს ოჯახი ასე აქვს მას. მას ყველაფერი აქვს იქ. ანუ თქვენი ენერგია მიაქვს იქ. ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ამის უფლება არ უნდა მიცეთ. ამას გეუბნებათ კარტი. აი ეს მომაქვს თქვენამდე და იმედია მოვიტანეთ თქვენამდე. როგორც არის აქ ისე. აქ არა, თქვენ ცხოვრებაში როგორც არის ისე. ხო. მე გამოვედი ამ სიტუაციიდან, მაგრამ ბევრი თქვენთაგანი ეხლაც არის. ან ეხლა გადიხართ უკვე ამ პროცესში ხართ ეხლა უკვე. ამ ტკივილებში ხართ უკვე მეგობრებო. ძალიან რთულია, მაგრამ არაუშავს, გამოხვალთ. ხო. თუ კი არ მიცემთ ამ ენერგიას, თქვენ აუცილებლად გამოხვალთ აქედან. ფაქტიურად ჩათვალეთ, რომ გამოსული ხართ. კი. ესა კარტის რჩევა. გაითვალისწინეთ, თუ ეს თქვენი გადასაწყვეტია უბრალოდ, რამდენად გაითვალისწინეთ. თუ არ გინდათ რომ დანაკარგებში შეხვიდეთ აი ამ ფინანსებით, ამ ხვავის და ამ ბარაქის, თქვენ ეს ადამიანი თქვენი გადასაწყვეტია გაუშვებთ თუ დაიბრუნებთ, როდესაც მოვა. იქნება ახლაც უნდა მოსვლა, მაგრამ თუ მიიღებთ, მეგობრებო, ისევ დანაკარგებში წახვათ. თუ არ მიიღებთ, მაშინ თქვენი ხვავი და ბარაქა ყოველთვის გექნებათ, ასე რომ თქვენი გადასაწყვეტია, რასაც თქვენ გაითვალისწინებთ, ისე იქნება. ასე რომ მეგობრებო, ზოგადად თუ კი უსმენთ ტაროს რჩევებს და მართლაც უსმენთ, მხოლოდ მოსმენა არაა საკმარისი. მოქმედებაში უნდა მოიყვანოთ ეს მოსმენილი და ამით თქვენი ცხოვრება უნდა შეცვალოთ. თქვენივე მოქმედებით უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. ანუ ტაროს დასტა გაჩვენებენ მისამართს, გზას. ამ გზაზე არის მარცხენა მხარეს წახვალ არის გელოდება ეს, გზაჯვარედინზე როცა დადგებით. მარჯვენა მხარეს წახვალ გელოდება ეს. ეხლა ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ და თქვენ უნდა გაიაზროთ, საით წასვლა ჯობია თქვენთვის მეგობრებო. ამას არც აქეთ წასვლას და არც აქეთ წასვლას არავინ არ გავალდებულებს თქვენ. არც დაგაძალებთ მეგობრებო და არც მოგიშლით. საითაც წახვალთ, ისე აეწყობა თქვენი ცხოვრება. ეს თქვენი გადასაწყვეტია მეგობრებო. არც ჩემი და არც სხვისი. მხოლოდ თქვენი. ხო. აი ასეა, манипуляციები, ადამიანის манипуляციები არ უნდა დაუშვათ თქვენ ცხოვრებაში. არას თქმა უნდა ისწავლოთ. არა ყველაზე პირველი რაც უნდა ისწავლოთ არა. თუ თქვენ არ გინდათ, ის არ უნდა გააკეთოთ მეგობრებო. არავისთან არ უნდა გააკეთოთ. დედმამასთანაც კი. დედმამასთანაც კი, დედმამიშვილთანაც კი, შვილებთანაც კი, შვილიშვილებთანაც კი. მეგობრები, ნათესავები, მეზობლები არ აქვს მნიშვნელობა. რაც თქვენ არ გინდათ და არ მიგაჩნიათ სწორად, ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ. და უნდა ისწავლოთ, არა, არ მინდა და всё, არ მინდა მე დღეს ნაყინის ჭამა. არ მინდა, რატომ აძალებ? არ მინდა მე წყალი დავლიო, მინდა ნაბეღლავი დავლიო, ან პირიქით. მინერალური წყალი მინდა დავლიო. რატომ უნდა დავლიო შენი დაძალებული ნაბეღლავი ვთქვათ? ან ლიმონათი, ან კოკაკოლა, როდესაც მინდა წყალი. ხო. აი რატო? მე მინდა ეხლა ეს სანთელი ავანთო. აი რატომ უნდა ავანთო ეს, როდესაც ეს მინდა რომ ავანთო?
ხო, აი ამას ვამბობ მეგობრებო, მეც არაფერს. ასე რომ ხო. მოკლედ. ეხლა ესეთ იყო ჩემი თბილი, აი უსაყვარლესი, აი ძალიან მიყვარს ყველა მათგანი და ეს ტაროს დასტახო საერთოდ სასწაულია უბრალოდ გეფიცებით მეგობრებო. ძალიან სასწაულია. ხო. მოკლედ, ჩვენი ასტრაბარათებს მივენდოთ ეხლა. აბა ეხლა რას გვეტყვის? ჩვენი ასტრაბარათები. ჩვენი საიდუმლოებები, რა საიდუმლოებებს მოგვიყვება ეხლა ჩვენი ასტრაბარათები. ამ ასტრაბარათებს ქვია საიდუმლოებების მბრძანებლები. ხო. თითოეული მათგანი გვეუბნება საიდუმლოებებს. მეგობრებო, რაც უნდა ვიცოდეთ. აბა ამ ჩვენ 7 თუ 8 კარტში, 8 ბარათში რას გვეტყვის ჩვენი ასტრაბარათები? ხო, აი ნახეთ მეგობრებო. ეს არის სიცარიელის კარტი. წინააღმდეგობის კარტი. ეს არის ხო, აი უყურეთ ახლა რა ხდება აქ. წინააღმდეგობას ნუ უწევთ საკუთარ თავს. წინა ხო, ან აქამდე უწევდით და იმიტომ მოხვედით აქამდე და ან ზოგადად არ უნდა გაუწიოთ არასოდეს წინააღმდეგობა საკუთარ თავს. თქვენ აუცილებლად მეგობრებო, აი თქვენი ჯანმრთელობის ფონზე სამყარო მიგანიშნებთ თქვენს ანუ იმ სიტუაციას, რომ არასწორად მიდიხართ. მოდი ასე გეტყვით. თქვენ თუ კი მოусმენთ თქვენს სხეულს, მეგობრებო, თქვენს ფიზიკურობას თუ დააკვირდებით და გამოვლინებებს, მეგობრებო, აი იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენთვის და შეუსაბამო სიტუაციაში აღმოჩნდებით, ხო, აი ზუსტად მანდვე უნდა გაჩერდეთ, შეჩერდეთ და დაფიქრდეთ. კაცო, არ მაქვს სიცხე, არ მტკივა არაფერი, არ მაწუხებს არაფერი, ნიშანდობლივად არაფერი არ მაწუხებს და რატომ ვარ ცუდად? აი, ესე იგი სამყარო რაღაცა მინიშნებას გაძლევთ, მეგობრებო, და მანდვე უნდა გაჩერდეთ და უნდა დაუკვირდეთ, სწორ გზასად გახართ. ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებთ, მეგობრებო. და საკუთარ თავს უწევთ წინააღმდეგობას. არ შეიძლება ასე. არ შეიძლება ასე, მეგობრებო. უყურეთ, ქვემოდან რა კარტია? წესრიგის კარტია. ანუ რაღაცა არასწორად გააკეთეთ, ან აკეთებთ და წესრიგი უნდა შეცვალოთ, წესი უნდა შეცვალოთ. რაღაც უნდა შეცვალოთ ამ დროს თქვენ ცხოვრებაში. ხო, მეგობრებო, ანუ უნდა დაეჭვდეთ ამ დროს და თქვენი ეჭვი უსაფუძვლო არაა. თუ დაეჭვდებით, მეგობრებო, ეს უსაფუძვლო არაა, რომ თქვენ რაღაცას ვერ აკეთებთ სწორად. ან გზას აცდით, ან არასწორად ფიქრობთ, ან არასწორად მსჯელობთ, ან არასწორად მოქმედებთ და ამ დროს თქვენი ჯანმრთელობით უფალი გაძლევთ ზარს. ხო. უყურეთ, ახლა კიდევ ქვემოდან რა კარტია? გახსნის კარტი, დაწყების კარტი, ან რაღაც არასწორად დაიწყეთ, ან მეგობრებო, უნდა დაიწყოთ და არ იწყებთ. ეს მე რამდენჯერ ამოდის უკვე ეს კარტი. ეს ბარათი უკვე მე რამდენჯერ ერთი და იგივე მეორდება, მეგობრებო, ყველა თითქმის საჯარო ლაივში, რომ ან არასწორად აკეთებთ რაღაცას და შეცვალოთ უნდა ტაქტი. ან მეგობრებო, საერთოდ რაც უნდა გააკეთოთ, იმას არ აკეთებთ, არ იწყებთ რაღაცას, მეგობრებო. ან არასწორად დაიწყეთ, ან არ დაგიწყიათ ის, რაც უნდა დაიწყოთ. ხო, დააკვირდით ახლა თქვენი პასუხი ამოიკითხეთ ჩემს ნათქვამში. თქვენი სიტყვა კოდი დაიჭირეთ, მეგობრებო. ეს არის ორმხრივი გრძნობის კარტი. ეს კარტი არის ორმხრივი გრძნობის კარტი.
აქ ხატია პენტაგრამა კიდევ. ხედავთ ხო სამკუთხედი? თუ კი თქვენ სამკუთხედში იმყოფებით და ეს იყო იქ რომ იმყოფებოდით, მეგობრებო, მიუხედავად ამისა, ეხლა ამის თქმაც შემიძლია. აქ ორმხრივი სიყვარულია. რაც არ უნდა იყოს სამკუთხედია, მაგრამ ორმხრივი სიყვარულია. მეგობრებო. ორმხრივი სიყვარულია. ეს არის სიხარულის კარტი. ეს არის ბედნიერების კარტი. ეს არის წყალობის კარტი. ხედავთ, ჯვარი ხატია, ეკლესია, ისედაც არის უმეტეს ბარათებზე, მაგრამ აქ პლუს დამატებით ხატია ჯვარი. უფლის წყალობა გააქვთ. ანუ რაც არ უნდა გაიაროთ თქვენ, რაც არ უნდა გაგევლოთ თქვენ. თქვენ ეს სიხარული მაინც გელოდებათ. მხოლოდ იმიტომ გელოდებათ, რომ ამდენი ტკივილი გაიარეთ და გაუძელით. მხოლოდ იმიტომ გელოდებათ, რომ რაღაცას ახალს დაიწყებთ. ახალ სიყვარულს დაიწყებთ, სადაც ორმხრივი გრძნობა გექნებათ. აქ ძალიან ბევრი შინაარსი მომდის, მეგობრებო, ხა ყველაფერს ვიტყვი უბრალოდ. ხო. კიდე მეგობრებო, ხო. რა რთული პერიოდიც გაიარეთ, იმისთვის გელოდებათ მარტო უფლის წყალობა და სიხარული. რა ტკივილიანი ურთიერთობაც გაიარეთ, სადაც იყო ბევრი ღალატი, სადაც იყო ბევრი სიცარიელე დაგიტოვათ ამ ადამიანმა, ხო მეგობრებო? თქვენ ცხოვრებაში იქნება ისეთი, რომ ორმხრივი გრძნობა იქნება ურთიერთობაში, შემოვა ისეთი ადამიანი, რომელთანაც გექნებათ ორმხრივი გრძნობა, მეგობრებო, და ეს მოგიტანს ძალიან დიდ სიხარულს და ძალას მოგცემთ და ეს იქნება ახალი სიყვარული, მეგობრებო. აი რატომ ამოვიდა ეს დაწყების კარტი. კიდევ ამასთანაც კავშირშია. აი ძალიან ბევრ რაღაცაშია ამის დაწყება კავშირში, მეგობრებო. თქვენი წარსული ჯოჯოხეთის დასასრული და ახალი პერიოდის, ახალი ცხოვრების დასაწყისი. მოდი ასე ვიტყვი, სადაც გელოდებათ გახარება. ეს თუ ეხება ურთიერთობას, ურთიერთობაში ორმხრივი სიყვარული. ეს თუ ეხება თქვენ საქმიანობას, გახარება გელოდებათ. თუ სამუშაოა, თუ ადამიანებია, თუ ცხოვრებაა, თუ ბრძოლაა, თუ შრომაა, ნებისმიერი მიმართულებით, მეგობრებო. წარმატებისკენ მიდიხართ. ამისთვის იყო საჭირო ამ ყველაფრის გავლა. ნებით თუ უნებლიეთ. ხო, აი მეგობრებო, ეს არის კიდევ ქველმოქმედება. ჩათვალეთ, რომ თქვენ იყავით ქველმოქმედი ადამიანი, რომელმაც ასე უანგაროდ, აი ესე ყველაფერი გაეცით. რაც გაეცით, გაუშვით. ეხლა საკუთარ თავთან უკამათობთ. დაივიწყეთ ეს ყველაფერი, მეგობრებო, რაც გაეცით. უანგაროდ გაეცით. საკუთარი თავიც კი გაეცით უანგაროდ, მეგობრებო, ხო? და აი თუნდაც რა იყო, მტკივნეულია, მაგრამ არაუშავს, იმიტომ რომ უკეთესი გელოდებათ, მეგობრებო. აი იმ ხელა უფლის წყალობა გაქვთ, მეგობრებო, რომ უკეთესი ცხოვრება გელოდებათ, გარწმუნებთ 1000%-ით. ოღონდ ეს შეწყვიტეთ. საკუთარ თავთან კამათი შეწყვიტეთ. ბოლთას ნუსცემთ. საკმარისია, მეგობრებო. და არქვით მსხვილ შეწირვა, ქველმოქმედება ამ ყველაფერს საკუთარი ხელით გაეცით ყველაფერი. მოდი ასე ვიტყვი, კი? ხო, თქვენ მაინც საკუთარი ხელით გაეცით ეს ყველაფერი. ნებით თუ უნებლიეთ, თქვენი ნებით იყო ეს ყველაფერი, მეგობრებო, ხა манипуляციებით იყო თუ რაც იყო, ეს თქვენი უმოწყალობით იყო, თქვენი ანგარებით იყო, თქვენი კეთილი გულით იყო, თქვენი კეთილი ნებით იყო, თქვენი კეთილი ადამიანობით იყო. ჩათვალეთ, რომ გაეცით ქველმოქმედება. всё, დაამთავრეთ ეს ყველაფერი, დაასრულეთ ეს ყველაფერი, მეგობრებო. უფალს მადლობა უთხარით, რომ ფეხზეთ გახართ, უფლის წყალობა გაქვთ და იმიტომ და მეგობრებო, ეხლა იფიქრეთ კარგზე, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოდის, იწყება, ან უკვე დაიწყო ახალი პერიოდი. შეიძლება ამ ყველაფერს ეხლა ვერ გრძნობთ, მაგრამ არც ამას არაუშავს. და მეგობრებო, იფიქრეთ კარგზე. ხო. კი, კარგზე იფიქრეთ. არი ნერვიულოთ. ამიტომ გეუბნებით, რომ წარსული გაუშვით, მეც მინდა გაუშვა, მხოლოდ თქვენზე არ ვსაუბრობ, საკუთარ თავზეც ვსაუბრობ, მეგობრებო. მეც მაქვს კიდევ ცოტა დარჩენილი, მაგრამ ისე არა, რომ ბევრი თქვენთაგანი რო ხართ, ეხლა ასეც არ ვარ.
ცოტა მაქვს დარჩენილი, მაგრამ მაინც მაქვს დარჩენილი კი. ესეა თუ ისე უბრალოდ ემდენად მტკივნეული აღარაა ჩემთვის. აი ეტაპებია, რაღაც ეტაპები გავიარე მეც, უბრალოდ მეც მაქვს, მაგრამ ასე რთულად არ ვარ. მეგობრებო, ამიტომ არი ნერვიული ვარ. თქვენც მოხვალთ ამ ეტაპამდე, რომ თქვენთვის აი ამდენად მტკივნეული არ იქნება, უფრო ცოტა უფრო შედარებით უკეთესად იქნებით. ოღონდ ეს ხდება ეტაპობრივად. რაც მინდა იცოდეთ, ბოლო კარტი არის ის, რომ ეს ახლა გლეჯვა. მეგობრებო, კითხვებზე პასუხები არ მაქვს. და არც მექნება, ძალიან გთხოვთ. მე მაქვს ჩვეულებრივი საჯარო ლაივი, თემით манипуляციები. ავტვირთავ ამ ვიდეოს YouTube-ზე და შეგიძლიათ თავიდან ბოლომდე მე მოусმინოთ და მიხვდებით თუ რა ხდება და თქვენს კითხვებზე პასუხს აუცილებლად იპოვით აქ. გარწმუნებთ. თუნდაც ერთ შეკითხვაზე პასუხი, რომელიც თქვენს მოსაზრებას და ცხოვრებას შეცვლის. რადიკალურად შეგიცვლით, ამიტომ გადადით YouTube-ზე და ნებისმიერ საჯარო ლაივს თუ გაშლას მოусმინეთ და თქვენ აუცილებლად პასუხს იპოვით ნებისმიერ საჯარო გაშლაში. ასე რომ გელოდებით მეგობრებო. და ეხლა რაც მინდა ბოლო კარტი ვთქვა. აი თქვენი პარტნიორი არის ეს. ხედავთ ხომ? აქ არც სახლია, არც კედლები აქვს, არც იატაკი აქვს, არც ჭერი აქვს, სახარბიელო რო ვთქვათ. არც ფანჯარა აქვს, არც კარები აქვს. მიხვდით ხო, რისი თქმაც მინდა და ანუ რისი თქმას სურს ასტრაბარაც. საიდუმლოებები, რა საიდუმლოებებს ინახავს ახლა ეს ბოლო კარტი მეგობრებო. რისი თქმა უნდა ამას. საცოდავი მისი დღე. ვიზეც ახლა ვიტყვი რამეს. ვიზეც ახლა საუბარს ვაპირებ მეგობრებო. ეს არის თქვენი პარტნიორი. ხო, მინდა გითხრათ ახლა. სიხარულით თუ არა სიხარულით, ვისთვის როგორ ახლა, ვის როგორ გაუხარდება ახლა ჩემი ნათქვამი, არ ვიცი, მაგრამ ახლა რისი თქმაც მინდა მე ცოტა კმაყოფილებაში უნდა მოგიყვანოთ კი. და რატომ? ეს არის თქვენი პარტნიორი, საცოდავი მისი დღე, მაპატიოს უფალმა ამის გამოთქმისთვის, მაგრამ ნუ რა ვქნათ, ერთდროს ჩვენ ვიყავით საცოდავები და ახლა იგენი არიან საცოდავები. ნუ რა ვქნათ, სამართალიანია უფალი და სამყარო. ამ საცოდავს აღარც ჭერი აქვს ნორმალური, აღარც იატაკი აქვს, არც კარები აქვს, არც ფანჯარა აქვს, არც ლოგინი აქვს, არაფერი აღარ აქვს. ხედავთ ხო? ეს ერთი ხელი ტანსაცმელი რაც აცვია და დამთავრებულია მისი საქმე. აი ესეთი არის მისი უახლოესი მომავალი. მეგობრებო, ამას ქვია გაგდება, გასახლება ან გამოგდება. უსახლკაროდ დარჩენა, უოჯახოდ დარჩენა, უშვილძიროდ, უასოზე ყველაფერი დარჩენა. უყველაფროდ დარჩენა ქვია ამ კარტს. ამ კარტს აწერია, ამ კარტის განმარტება არის განსახლება და გაგდება. ხა, აი მეგობრებო. ეხლა მიხვდით ხო, რასაც ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი პარტნიორი, თქვენი დამაწყებარი, თქვენი ავის სურველი, აი ის, ვინც ჩაიფიქრეთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ჩაიფიქრეთ, მეგობრებო. საცოდავი მისი დღე, უყველაფროდ რჩება, ცარიელ-ტარიელი, უასოზე ყველაფერი. ხო, ერთმა დამიწერა უასოზე რა თქვითო, ვერ მოვიგონე, ვერ გავიგონე თუ გაწყდაო კადრიო. გამიმეორა ერთმა. ასო ნიშნავს უყველაფროდ დარჩენას. ჩემო მსმენელო, ვისაც გაინტერესებს, ესეა. თქვენი პარტნიორი რჩება გაგდებული, გამოგდებული, უსახლკაროდ და უტანსაცმლოდ და უტრუსიკოდ და უნიფხვად. უკუდოდ, ვეღარ გააქუცურებს ასე კუცს. კუცურს ვეღარ დაგიწყებთ. ხო. მაგრამ დააკვირდით ამას მეგობრებო, ეს ისეთი ამაყია,
ეს ისეთი ამაყია, აი ესე შარვალ კასტუმით დაგიდგებათ წინ, თითქოს მე ვარ და ჩემი ნაბადიო, მაგრამ ეს ნაბადი შეუმოწმეთ მეგობრებო ზურგიდან, რომ მიბრუნდება, რომ მიაქუცურებთ, როგორც ააქუცურებს კუდის მაგივრად ამ კოსტუმის ბოლოს. ხო, აი რო წავა მეგობრებო, ხო, ესე ფართხალით წავა მეგობრებო, საცოდავი მისი დღე. აუცილებლად გამაგებინებთ მე. აი ეხლა ამ ლაივის მერე როგორც მე ვაპირებ იმ ადამიანთან დაკავშირებას, რომ ის მე რაც გავიგე და ჩვენ ვისაუბრეთ, რაზეც ვისაუბრეთ, ის უნდა გავაგებინო, აქ თუა ეხლა და მისმენს კი მიხვდება მასზე რო ვამბობ. მე მგონი თაკო ქვია იმ გოგოს. თაკო აუცილებლად დაგიკავშირდები. აქ თუ ხარ და გესმის ეხლა და მისმენ, იცოდე რომ შენთან მინდა საუბარი. ხო. აი ასე, ჩემო მეგობრებო, ჩემო გულშემატკივრებო, თქვენთან ერთად მეც გულშემატკივრობთ, ჩათვალეთ რომ მე ვარ თქვენი ერთი კეთილის მსურველი ადამიანი, თქვენ გვერდში მდგომი, ალალი უბოროტო და მთელი გულით და არსებით თქვენი ერთგული. თუ ამაში ერთ სიტყვას ზედმეც ვამატებდე მეგობრებო, ის სიკეთით დამიბრუნოს უფალმა მე. თუ ამას გულით არ ვამბობდე, რაც მე თქვენთვის მემეტებოდეს, ის სიკეთე დამიბრუნოს უფალმა მე. აი ასე. ყველაზე კარგი ლოცვა ადამიანის დაწყევლა თუ გინდოდეთ მეგობრებო, ხო? აი გასწავლით ერთ რაღაცას, დალოცეთ აი ასე. რაც ჩემთვის გინდოდეს, ის დაგიბრუნოს უკან უფალმაო და მე ახლა პირიქით ვამბობ, უყურეთ, რაც მე მინდოდეს თქვენთვის, ის დამიბრუნოს უფალმა მე. აი ასე მეგობრებო, ხო? რაც მე სიკეთე მინდოდეს თქვენთვის, ის დამიბრუნოს უკან უფალმა, რასაც მე ახლა სიმართლეს ვამბობ. აი ასე მეგობრებო, ყველაზე კარგი ლოცვა ადამიანის. აი ელოდება ამ საწოდავს. დღე-დღეზე ელოდება მეგობრებო. არ გეგონოთ რომ ამას დიდი დააგვიანდება. დღე-დღეზე ელოდება ეს. თქვენი დრო მოსულია უკვე მეგობრებო. კი არ მოდის, უკვე თქვენი დროა მოსული. ესე მოგადგებათ კარებთან და აბა როგორ მოიქცებით ახლა თქვენ აუცილებლად გამაგებინეთ. აი ასე. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ძალიან კარგი იყო ეს ბოლო კარტი მახარებს. ეს ბოლო კარტი მახარებს. ამ ყველაფრის მერე ნებისმიერი საჯარო ლაივი მიყვარს და ყველა მათგანში ძალიან ბევრი რაღაცის წაკითხვა და გაგება შეიძლება. ჩემო ძვირფასებო, თუ კი გულით და ყურით მოусმენთ ნებისმიერ საჯარო ლაივს, ნებისმიერი ადამიანის, რომელიც თქვენს გულთან მოვა, მეგობრებო, ჩათვალეთ რომ ზუსტად ისეა ყველაფერი. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი საჯარო თემით პარტნიორი და მისი მანიპულაციები. ესე დავაწერ დღევანდელ ჩვენს ლაივს მეგობრებო. პარტნიორი და მისი მანიპულაციები. ასე რომ ავტვირთავ YouTube გვერდზე და შემდეგ უსმინეთ თავიდან ბოლომდე. ვინც არ იცით ჩემი YouTube გვერდი, გადმოდით აქვე ჩემს გვერდზე, TikTok გვერდზე, მეგობრებო, და ქვევით მაქვს ლინკი მითითებული. შეგიძლიათ გადახვიდეთ პირდაპირ YouTube-ზე. თუ კი ვინმე მისმენთ YouTube გვერდიდან, მეგობრებო, იცოდეთ რომ ამავე სახელით და ფოტოთი ვარ TikTok-ზე და შეგიძლიათ გადმოხვიდეთ და უსმინოთ ნებისმიერ თქვენს სასურველ ინფორმაციას. მოკლედ, მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ, ბედნიერი დილის გათენება მინდა გისურვოთ, იმედი არასოდეს არ დაკარგოთ მეგობრებო ჯერ საკუთარი თავის და უფლის და სამყაროს. სამყარო ჩალით დახურული არასოდეს ყოფილა და არც იქნება. არასოდეს არ გაუნაწყენდეთ სამყაროს და არ იყოთ უმადური სამყაროსთან, რომ სამყაროში ესეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. უსამართლოა სამყარო, ეს არასოდეს არ თქვათ მეგობრებო. სამყარო არასოდეს არა უსამართლო. უსამართლოები არიან ადამიანები,
ასე რომ ესეც გაითვალისწინეთ და მოკლედ გელოდებით კომენტარებში. უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს გვერდში დგომისთვის, ლაიქებისთვის, საჩუქრებისთვის, ნებისმიერი თქვენი გამოხატული ენერგიისთვის, დალოცვილი გამყოფოთ უფალმა და ყველანაირი სიკეთე დაგებრუნოთ უფალმა მეგობრებო, ასე რომ დაგლოცავთ და ბედნიერები გამყოფოთ თითოეული თქვენგანი. უფლიდან დალოცვილი ყოფილიყავით, გაიხარეთ და მოკლედ წავედი ახლა მეც და იმედია ამ საღამოს ავტვირთავ თუ არა და ხვალ დილით აუცილებლად. გელოდებით კომენტარებში მეგობრებო.